გაძვირებული ცხოვრებით ყველა უკმაყოფილოა. მათ შორის ისინიც, ვინც ხმას ქართულ ოცნებას აძლევდა. მაგრამ ეს უკმაყოფილება ცვლილების საფუძველი ვერ ხდება ყველა წუხს ოღონდ საკუთარ სამზარეულოში. ამ დროს ყოველ საღამოს სამთავრობო არხებზე გვესმის. მაისში ეკონომიკა 7 საქსტატის ინფორმაციის წინასწარი შეფასებით 2025 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 7.7 საქართველოს ეკონომიკა 11.1%. ეკონომიკურმა ზრდამ 7.7%. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობა. ისე აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში რომ ოსკარების ნაწილი იყოს საქართველოს კონკურენტი, ალბათ რთულად თუ მოიძებნებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუ ეკონომიკა თავბრუდამხვევი ტემპებით იზრდება, ჩვენ ამას რატომ ვერ ვგრძნობთ? რატომ ვერ ვგრძნობთ და იმიტომ, რომ ეს ზრდა ერთეულების ჯიბეზე აისახება მხოლოდ. მათზე, ვინც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხელს ითბობს, მაგალითად, სანქციების გვერდის ავლით რუსეთს აწვდის სატვირთო მანქანებს, დრონებს, ტრაქტორებს და ასე შემდეგ. ან კოლ-ცენტრების ბიზნესი აქვს და რამდენიმე ასეულ ადამიანს ასაქმებს. სოფლებში ეს ფული ვერ აღწევს და ისევ უჭირს